მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ანა მარგველაშვილი, გერმანისტი მკვლევარი. მუშაობ ქართულ-გერმანული კულტურული კავშირების ისტორიის თემაზე. ამჟამად ვცხოვრობ გერმანიაში, სადაც ამ თემის ირგვლივ ვცდილობ მასალა შევაგროვო, მიწევს ძალიან ბევრი სიარული არქივებში და გადავწყვიტე, რომ ჩემი რაღაც პატარა გამოცდილება, ფიქრები, აზრები, რაც ამ პროცესში მიჩნდება, გაგიზიაროთ ხოლმე, გაგაცნოთ რაღაც საინტერესო წიგნები თუ სხვადასხვა მასალა. წინა ვიდეოში ვილაპარაკე იმ წინა პირობებზე, რომლებმაც მომიყვანა ქართულ-გერმანულ კვლევებამდე განაპირობა ჩემი ინტერესი და მათ შორის ვისაუბრე სოვლაბის ქართულ-გერმანული მეხსიერების არქივზე. დღეს ამ არქივის ერთგვარ გაგრძელებაზე მინდა მოგიყვეთ და ამით ეს თემა რაღაც ამოვწურო. როგორც იცით, 2017 წელს საქართველომ და გერმანიამ ურთიერთობების 200 წლის საიუბილეო წელი აღნიშნეს. ათვლა დაიწყო 1817 წლიდან. ეს არის წელი, როდესაც საქართველოში პირველი გერმანული დასახლება გაჩნდა, თუმცა რა თქმა უნდა, საქართველოსა და გერმანიას შორის რაღაცა ესეთი კავშირები მანამდეც არსებობდა ესეთი ფრაგმენტული. ამ საიუბილეო წელთან დაკავშირებით, სწორედ ქართულ-გერმანული მეხსიერების არქივზე დაფუძნებით, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ გამოსცეს წიგნი ქართულ-გერმანული კულტურის მოზაიკა. ამ წიგნის შესახებ მინდა დღეს ველაპარაკოთ, იმიტომ რომ წიგნი შეეხება პირველი რესპუბლიკის პერიოდს, ასეც ქვია 1918-21 წლები, ანუ ქართულ-გერმანული კულტურული და პოლიტიკური კავშირები პირველი რესპუბლიკის დროს და მე ვფიქრობ, რომ ბევრ მკვლევარს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეიძლება წიგნი დაეხმაროს, იმიტომ რომ ერთის მხრივ კიდევ ერთხელ განხილულია პირველი რესპუბლიკის პერიოდი და მეორეს მხრივ ეს პერიოდი და ეს დრო დანახულია სწორედ ქართულ-გერმანული კულტურული კავშირების ჭრილში, ანუ რა ხდებოდა ამ წლებში საქართველოში, რა ინიციატივებს, რა ერთობლივ ინიციატივებს ჩაეყარა საფუძველი, როგორი იყო ეს ურთიერთობები, რა პოლიტიკური ჩარჩო არსებობდა და ასე შემდეგ. პრინციპში ხა საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობებზე როცა ვსაუბრობთ, ალბათ პირველი რესპუბლიკა სწორედ ის პერიოდი იყო, როცა ესე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ქართულ-გერმანული კავშირები ორ სახელმწიფოს შორის, იმიტომ რომ მანამდე პერიოდში ცხადია არსებობდა ურთიერთობები, ვთქვათ, ინდივიდების დონეზე, ინსტიტუციების დონეზე, მაგრამ საქართველო იყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და ასეთი სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობები ვერ იარსებებდა და ასევე 1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგაც უკვე საქართველოსთან ეს მთელი რიგი რაღაც ინიციატივები და კონტაქტები გაგრძელდა არა როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასთან და სრულუფლებიან ქვეყანასთან, არამედ ისევ საბჭოთა კავშირის შემადგენელ რესპუბლიკასთან სხვადასხვა ინსტიტუციების და პირების დონეზე იმ დიდი პოლიტიკის ჩარჩოში, რაც ვთქვათ საბჭოთა კავშირს ჰქონდა გერმანიასთან მიმართები თავისი არსებობის სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკა, საგარეო კულტურის პოლიტიკა. ეს წიგნი არის კრებული, შედგება სხვადასხვა სტატიებისგან, სხვადასხვა ავტორების მიერ მომზადებული, რაღაც უფრო მინი კვლევებს დავარქმევდი. მინდა ახლა მე გავშალო სარჩევი, მივყვე ამ სარჩევს და ორი სიტყვით გითხრათ, თუ რისი წაკითხვა შეგიძლიათ თქვენ ამ გამოცემაში. რამდენადაც ვიცი, მისი გარკვეული ტირაჟი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში და ვინც დაინტერესდება, შეუძლია იქ მოიკითხოს, იმიტომ რომ ისიც ვიცი, რომ მაღაზიებში არ იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვინდოდა მაქსიმალური ფოკუსი და ასეც არის ყოფილიყო რესპუბლიკის პერიოდზე, ცხადია რესპუბლიკის პერიოდზე საუბარს ქართულ-გერმანული ურთიერთობების ჭრილში, აი ესე პირდაპირ 1918 წელს ვერ დაიწყებ და 1921 წელს ვერ დაასრულებ. იმიტომ რომ ამ ისტორიებს აქვს პრეისტორია, გერმანელები საქართველოში, როგორც თქვით, 1817 წლიდან ცხოვრობდნენ, ისინი იყვნენ ამ ქვეყნის ნაწილი, უმცირესობა, რომელიც ქმნიდა თავის კულტურას, ჰქონდა თავისი კულტურული გავლენა, განსაკუთრებით თბილისში, მათ უბანს მარჯანიშვილის მიდამოებში ერქვა ნოიტიფლისი და ვიცით, რომ უამრავი სახლი მათი აშენებულია არქიტექტურული კუთხით. ეს საკითხი კარგად არის შესწავლილი ქალბატონი მაია მანიას მიერ და ზოგადად არსებობს ამ თემაზე ბევრი საინტერესო წიგნი და 2017 წელს, აი ამ საიუბილეო წელს, 17 წლის მიდამოებში კიდევ
არაერთი საინტერესო წიგნი გამოიცა, რომელიც ქართულ-გერმანული კულტურული კავშირების მკვლევრებს დიდ დახმარებას გაუწევს და ამ წიგნებს ჩვენ ავღნიშნავთ კიდევაც წიგნის ქართულ-გერმანული კულტურის მოზაიკა შესავალში. პირველი მასალა არის გერმანისტი ივა მინდაძის მიერ მომზადებული მასალა ამიერკავკასიის პირველ გერმანულენოვან გაზეთზე დი კავკაზიში პოსტ. ეს გაზეთი შესწავლილია სხვადასხვა ავტორს სხვადასხვა დროს მასზე უმუშავია, დისერტაციებიც არის დაცული, მონოგრაფიებიც გამოქვეყნებული სხვადასხვა ტიპის კვლევები, თუმცა აქ ივა მინდაძე ჩვენ გვთავაზობს დი კავკაზიში პოსტის ნიმოხილვას, მისი ისტორიის წარმოჩენას გაზეთის ერთ-ერთი რედაქტორის კარლ აუგუსტ ფიშერის მიერ მოგვიანებით გერმანიაში 1940-იან წლებში დაწერილი ამავე სათაურის წიგნის მიხედვით. ეს წიგნი მაინც და მაინც გავრცელებული და ცნობილი საქართველოში არ არის. ახლახანს თარგმნა ივა მინდაძემ, დიდი იმედი გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან მას გამოვცემთ ალონის ქართულ-გერმანული ბიბლიოთეკის საგამომცემლო სერიაში, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს წიგნი მკვლევრებს ძალიან დაეხმარებათ გაზეთში ადვილად იპოვონ მათთვის საინტერესო მასალა. საქმე ის გახლავთ, რომ 1906 წელს თბილისში დაფუძნებული დი კავკაზიში პოსტ, ანუ კავკასიური პოსტა, იბეჭდებოდა ეგრეთ წოდებული გოთური შრიფტით, რომელსაც მართალია გერმანისტები კითხულობენ, თუმცა ბევრი ძალიან ძნელადერიდება, იმიტომ რომ მიჩვევაც ჭირდება და თვალს ხლის და მით უმეტეს კარგად ვინც არის ის ენა იმისთვის ძალიან რთულია ამ შრიფტთან მუშაობა. მართალია გაზეთები არის დიგიტალიზირებული და დევს ჩვენი საჯარო ბიბლიოთეკის გვერდზე, მაგრამ კონკრეტული სტატიები ესე დამუშავებული არ არის, რომ თქვა, რომ აი ამ ნომერში ამ მასალაზე შეგიძლია წაიკითხოთ, აი ეს ავტორი ამ ნომერში წერს. ეს ართულებს ძიებას, როდესაც ან ავტორის მიხედვით ეძებ, ან თემის მიხედვით ეძებ, ხანდახან შეიძლება მოგიწიოს მთელი ამ დიგიტალური გაზეთების აი ესე ფურსელ-ფურსელ გავლა და აი ამ სვეტების ქვეშ ანუ თვალის გადავლება და თვალის გადავლება ადვილი არ გამოდის, სწორედ იმიტომ, რომ შრიფტი არის ძველი გოთური. და აი კარლ აუგუსტ ფიშერი თავის წიგნში დი კავკაზიში პოსტ აკეთებს აი ამ საძიებელს, ის ამბობს თუ რომელ ნომერში რომელი ავტორი რა თემაზე წერდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს წიგნი აუცილებლად უნდა გამოიცეს და ძალიან მადლობა მინდა უთხრა ჩემს მეგობარ ივა მინდაძეს რომ თარგმნა ეს მასალა და ჯერა რომ პროექტს ბოლომდე რაღაცნაირად მივიყვანთ. ხოლო ეხლა აი აქ ქართულ-გერმანულ კულტურის მოზაიკაში შეგიძლიათ წაიკითხოთ მოკლე მიმოხილვა, განსაკუთრებული აქცენტით თუ რა იბეჭდებოდა რესპუბლიკის პერიოდში, როგორი იყო გაზეთი რესპუბლიკის პერიოდში. გაზეთი არ მუშაობდა პირველი მსოფლიო ომის დროს, იყო გაჩერებული მისი გამოცემა და ზოგადად 1918 წელს უკვე გერმანელთა ეროვნულმა საბჭომ ამიერკავკასიაში მოქმედმა ისევ გააცოცხლა გაზეთის გამოშვება და 22 წლამდე ის გამოიცემოდა. შემდეგ ბოლშევიკებმა დახურეს. შემდეგი მასალა შეეხება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერმანელ დამფუძნებლებს, ასე ვთქვათ, ეს არის ირაკლი ხვადაგიანის მიერ აღდგენილი საქართველოს დამფუძნებელ კრებაში ორი გერმანელი დეპუტატის ბიოგრაფია. ეს იყვნენ ჩვენი ეგრეთ წოდებული კოლონისტები, როგორც იმ ხანად თავის თავს უწოდებდნენ აქ მცხოვრები გერმანელები, არჩეულები დამფუძნებელ კრებაში, მათი ბიოგრაფიები კი არა, სახელებიც არ იყო ცნობილი სულ 10 წლის წინ და დიდი მადლობა უნდა უთხრათ ირაკლის იმისათვის, რომ ეს ადამიანები დააბრუნა ჩვენ საერთო მეხსიერებაში, ჩვენი პარლამენტის, ვთქვათ, ისტორიაში, რესპუბლიკის ისტორიაში, უახლეს ისტორიაში და ასე შემდეგ. ისტორიის დოქტორი გიორგი ასტამაძე აღწერს, თუ როგორი იყო საქართველოსა და გერმანიას შორის პოლიტიკური კავშირები პირველი რესპუბლიკის დროს. საერთოდ რა ჩარჩოებში ხდებოდა ეს ურთიერთობები, მათ შორის კულტურული ურთიერთობები, რომლებზეც და კულტურული ინიციატივები, რომლებზეც მე ვწერ ამ წიგნში. ცხადია, ამ პოლიტიკური ჩარჩოპირობის გარეშე არ იარსებებდა და ამიტომ ჯერ კარგად არის ახსნილი რა ჩარჩოპირობებში უწევდათ მუშაობა სხვადასხვა პოლიტიკოსებს, ვინ იყვნენ საქართველოს გერმანული პოლიტიკის მთავარი არქიტექტორები და ვინ იყვნენ გერმანიის კავკასიური პოლიტიკის მთავარი ფიგურები. ანუ გერმანიის მხრიდან მთავარი ფიგურები და საქართველოს მხრიდან ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ესწრებოდნენ შეხვედრებს, მოლაპარაკებებს, მუშაობდნენ ხელშეკრულებების ტექსტებზე. საერთოდ რა ხელშეკრულებები დაიდო მაშინ საქართველოს და გერმანიას შორის.
როგორი იყო ის გარემო, რომელსაც შემდეგ უკვე სხვა ინიციატივებიც დაეფუძნა და ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც შემდეგ კულტურის ინიციატივებში ჩაერთვნენ. ეს ყველაფერი ერთმანეთისგან გამომდინარეობს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ სწორედ პოლიტიკური გარემოც კარგად ყოფილიყო აღწერილი. თვითონ 1918 წელი ძალიან საინტერესო იყო კულტურული ინიციატივების თვალსაზრისით. პირველი დაფუძნდა ქართულ-გერმანული კულტურული საზოგადოება, სადაც ჩართულები იყვნენ გერმანულენოვანი ქართველები, ასე ვთქვათ, რომლებსაც მანამდე ვთქვათ, ან განათლება ჰქონდათ გერმანიაში მიღებული, ან სხვანაირად იყვნენ გერმანიასთან დაკავშირებული და ისინი ცდილობდნენ უკვე საქართველოში მყოფ გერმანიის საიმპერატორო მისიასად მას ხო ჯარი ჩამოყვა, უამრავი ხალხი ჩამოყვა, ყოფილიყო რაღაცა საინფორმაციო გაცვლა და რაღაც პლატფორმა, სადაც მოხდებოდა კულტურის თაობაზე საუბარი. მალევე ეს ხდება ივლისი-აგვისტო, ეს პერიოდია დაფუძნდა ქართულ-გერმანული სავაჭრო პალატა და გერმანულ-კავკასიური სავაჭრო ბანკი. ეს ისტორიაც არის შესული წიგნში. განსხვავებით კულტურის საზოგადოებისგან, სავაჭრო პალატას და სავაჭრო საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ჰქონდა სხვა მიზნები და ისინი ცდილობდნენ სავაჭრო ურთიერთობების წახალისებას ორ ქვეყანას შორის, იმპორტის და ექსპორტის და აქ ძალიან ბევრი გერმანელი კოლონისტი, ანუ ჩვენი გერმანელები იყვნენ ჩართულები ჩამოსულებთან ერთად. ესეც მაქსიმალურად, რა წყაროებზეც მიგვიწვდებოდა ხელი, მაქსიმალურად ვეცადეთ ამ ისტორიის რეკონსტრუქციას. შემდეგ მალევე ივლისშივე ფუძნდება თბილისის გერმანული გიმნაზია. ეს არის მაღალი საფეხურის სასწავლებელი, სადაც უკვე საქართველოში მცხოვრებ გერმანელებს ეძლევათ საშუალება აიღონ გერმანული ატესტატი, რომელიც აღიარებულია ბადენ-ვიურტემბერგში. ეს არის დიდი საქმე, რადგან მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან რუსეთის რუსიფიკაციის პოლიტიკის კვალდაკვალ გერმანული ენა ნელ-ნელა გაიდევნა უშუალოდ გერმანული სკოლებიდანაც და თემის წარმომადგენლები ბევრს ფიქრობდნენ, როგორ შეიძლებოდა ეს ენა მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ და მოეხერხებინათ, რომ მათ შვილებს განათლება ბოლომდე, ანუ დასაწყისიდან ბოლომდე სწორედ გერმანულად მიეღოთ, იმიტომ რომ თუ კი მათ არ ექნებოდათ გერმანული ატესტატი, მათთვის გერმანიის უნივერსიტეტები ისეთი ადვილად ხელმისაწვდომი არ იქნებოდა და ისინი იძულებული ხდებოდნენ რუსეთში წასულიყვნენ უმაღლესი განათლების მისაღებად და გერმანულ თემს მიაჩნდა, რომ ეს ძალიან სახიფათო იყო თემის იდენტობისთვის, ენობრივათაც და ყველანაირად. შესაბამისად, თბილისის გერმანული გიმნაზიის გახსნის იდეა დიდი ხანია მომწიფებული იყო საქართველოში მცხოვრებ გერმანელებში, განსაკუთრებით ნოი-ტიფლისის თემში და როგორც კი ამისთვის პოლიტიკურად ხელსაყრელი მომენტი შეიქმნა, ცხადია, ეს გიმნაზია დაფუძნდა, რომელმაც სექტემბერში მიიღო პირველი ნაკადი. გიმნაზიამ იმუშავა 1924-25 წლებამდე, შექმნა ძალიან საინტერესო გამოცდილება, მეთოდოლოგია ენის სწავლების, მათ შორის უცხოელებისთვის. თავიდან მართალია მხოლოდ აქ მცხოვრები გერმანელი ბავშვებისთვის იყო სკოლა გათვლილი, მაგრამ შემდეგ უკვე უცხოელების მიღებაც დაიწყეს, იძენდა დიდ პოპულარობას, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ გერმანელი პედაგოგები დააპატიმრა, მათი ნაწილი ქვეყნიდან გააძევა, სკოლა დახურა სწორედ ეროვნული, რელიგიური და ბურჟუაზიული შეხედულებების გამო და ერთ-ერთი მასწავლებლის დაკითხვის ოქმში, მაგალითად, მას ეუბნებოდნენ, რა საჭიროა სკოლა, რომელიც არ ავრცელებს კომუნისტურ იდეებს. რაც ცხადია, რომ საბჭოთა საქართველოში და საბჭოთა კავშირში ამ შინაარსის სკოლა დიდხანს ვერ იარსებებდა და მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ სწორედ გერმანულმა გიმნაზიამ და იმ სკოლებმა, რაც თბილისში მოქმედებდა, შემდეგ წლების მანძილზე განაპირობეს გერმანული ენის და განათლების მიმართ ქართველების დამოკიდებულება. ეხლა ამას ვერაფრით ვერ დავამტკიცებ ჯერ, რასაც ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ გარკვეულ როლს თამაშობდა ძალიან კარგი სახელი ამ გერმანული გიმნაზიის. ამავე პერიოდში იწყება ქართველი სტუდენტების გაშვება საქართველოს მთავრობის მიერ ევროპაში სასწავლებლად, მათ შორის გერმანიაში. და თქვენ ამ წიგნში შეგიძლიათ წაიკითხოთ მასალა ქართველი სტუდენტები გერმანიაში, ვინ იყვნენ, ძირითადად რა უნივერსიტეტები, რა ქალაქები, რა წინაპირობები, როგორი იყო ეს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ეხმარებოდა სტუდენტებს კარგი განათლების მიღებაში, იმიტომ რომ ქვეყანაში იყო საკადრო დეფიციტი და შემდეგ ეს სტუდენტები რო დაბრუნდებოდნენ, თავის ქვეყანაში უნდა ემსახურათ. სხვათა შორის საბჭოთა ხელისუფლებამ გააგრძელა ეს პროგრამა გარკვეული ხანი, თუმცა ის ადამიანები, ვინც მერე დაბრუნდნენ გერმანიაში განათლება მიღებულები, ძალიან დიდი ნაწილი მათი
30-იანი წლების რეპრესიებს შეეწირა. აი ამ მასალას, აი ეს კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, მათ შორის არის თბილისის გერმანული სამხედრო საავადმყოფოც, რომელიც 1918 წლის აგვისტოში გახსნეს გერმანელი და ავსტრიელი ჯარისკაცებისთვის, მაგრამ რამდენადაც სულ რამდენიმე თვეში გერმანიის ჯარს მოუწია საქართველოს დატოვება და შემდეგ შემოვიდნენ ინგლისელები დიდი საფრთხეელო და თავისი სამხედრო შინაარსის გამო ამ საავადმყოფოს და აქ დარჩენილმა მისმა დირექტორმა, რომელიც საიმპერატორო მისიას ჩამოყვა საქართველოში, საავადმყოფო სტატუსი შეუცვალა და ის გახადა აქცია სამოქალაქო საავადმყოფოდ. ამ საავადმყოფომ იმუშავა 1928 წლამდე. პრინციპში ყველაზე დიდხანს სწორედ საავადმყოფომ გაძლო ერთი მარტივი და პრაგმატული მიზეზის გამო, რომ საავადმყოფოები ჯერ კიდევ სჭირდებოდა საბჭოთა ხელისუფლებას თავისები ბოლომდე რეფორმირებული და აღჭურვილი და აწყობილი არ ჰქონდა. ამ საავადმყოფოს ისტორია შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნში, ეს ჩემს მიერ ჩამოთვლილი თემები. კიდევ არის საინტერესო პოლიტიკურ ასპექტს, რაც შეეხება ისტორიის დოქტორი ირაკლი ირემაძის მასალა სოციალ-დემოკრატიული თანამშრომლობა გერმანიასა და საქართველოს შორის, ძალიან საფუძვლიანად მიმოხილული, ძალიან საინტერესო წყაროებზე დაფუძნებით, მათ შორის კარლ კაუცკის ვიზიტი საქართველოში, ხოლო დოქტორი ქეთი მეგრელიშვილი წერს წითელი მელნით ნაწერი ბარათი მიხაკო წერეთლისა და კარლ ბეცოლთის მიმოწერის შესახებ. ქეთი ჰაიდელბერგში ცხოვრობს და ასწავლის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში და სწორედ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში აღმოჩნდა ეს წერილები, რომლებსაც მიხაკო წერეთელი თავის პროფესორს, ძალიან ცნობილ აღმოსავლეთზონეს წერდა და ეს რამდენიმე წერილი, რომელიც ჰაიდელბერგის ბიბლიოთეკამ ასე მეგობრულად ასლები გადმოგვილოცა, ასახავს მთელ იმ ეპოქის ქარტეხილებს, რაშიც ჩართული იყო თვითონ მიხაკო წერეთელიც, როგორც დიდი პოლიტიკის და აი ამ დიდ პოლიტიკაში საქართველოს ადგილს და იმ რყევებს, რასაც მებრძოლები და წინააღმდეგობაში მყოფი ადამიანები განიცდიდნენ, ასე რომ მართლა ძალიან საინტერესო წასაკითხია. ამავე წიგნში კიდევ ერთი მასალა არის შესული. ეს არის 1920 წელს საქართველოში ახალი გერმანული დასახლების შექმნის მცდელობის შესახებ. როგორც გითხარით, საქართველოში უკვე არსებობდა ბევრი გერმანული დასახლება. 1920 წელს მიუნხენში მცხოვრებმა სოციალ-დემოკრატიულად განწყობილმა ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა, რომლებიც უკმაყოფილოები იყვნენ გერმანიაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებით პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და უკმაყოფილონი იყვნენ გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობით, იმ დაკნინებული როლით, რაც მაშინ ქვეყანას ჰქონდა, უნდათ ქვეყნის დატოვება და როგორც თვითონ წერენ ახალი სამშობლოს ძიება და აი ამ ახალი სამშობლოსთვის მათ საქართველოს შეარჩიეს. ეს ამბავი არ გამოვიდა. საქართველოს მაშინ თავისი უამრავი პრობლემა ჰქონდა და უარი უთხრეს, ასე ვთქვათ, ახალშენის დაფუძნების მსურველებს, თუმცა თავისთავად ეს ისტორია და ეს საარქივო ფონდი, რომელიც ბერლინში ინახება, ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, ბევრს შეიძლება გამოადგეს თავთავიანთი მიმართულებით. ერთი რაც გამომრჩა, არის კიდევ ერთი თემა, ეს არის გერმანელი პროფესორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით და მონდომებით 1920 წელს სხვადასხვა ფაკულტეტისთვის აქ ადგილზე ეტყობა ვერ პოულობენ სათანადო კადრებს და ისინი მიმართავენ გერმანიის მეცნიერებათა აკადემიას დახმარების თხოვნით, გამოგზავნონ საქართველოში პროფესორები, რომლებიც ამ დარგების აშენებაში და აწყობაში, გამართვაში დაეხმარებიან ახლად დაარსებულ უნივერსიტეტს, იმიტომ რომ ქვეყანაში არ იყო კარგი მდგომარეობა ეკონომიკური და ხელფას ბევრს ვერ პირდებოდნენ, როგორც ჩანს უნივერსიტეტის მესვეურები შეუთანხმდნენ მოქმედ ხელისუფლებას სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას, რომ თუ კი ეს პროექტი გამოვიდოდა და საქართველოში გერმანელი პროფესორები ჩამოვიდოდნენ, გარდა იმისა, რომ თქვათ უნივერსიტეტში დასაქმდებოდნენ და მიიღებდნენ ხელფას, ისინი ასევე ჩაერთვებოდნენ სხვადასხვა დარგობრივი სამინისტროს მუშაობაში ექსპერტებად და დამატებით ანაზღაურებას იქიდან მიიღებდნენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო საინტერესო გერმანელი პროფესორებისთვის აქ ჩამოსვლა. და მართლაც მოგროვდა დაახლოებით 8 თუ 10, ახლა ზუსტად არ მახსოვს, მსურველი საქართველოს ჩამოსვლის, რომლებიც სიამოვნებით ჩამოვიდოდნენ, რომ არა 1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაცია, რის გამოც რესპუბლიკის დროს დაწყებული ინიციატივების განვითარება შეწყდა და სანამ საერთოდ გაირკვეოდა რა არის ეს ახალი ხელისუფლება და სანამ გერმანია საბჭოთა კავშირთან აღიარებდა და დაიწყებდა თანამშრომლობას აი ამ გარდამავალ წლებში
22 წლამდე ძალიან ცივი გაურკვევლობა სუფევდა და ამიტომ ცხადია იმ პროფესორებმაც თავი შეიკავეს საქართველოს ჩამოსვლაზე. როგორც გითხარით, წიგნის შეძენა შესაძლებელია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში და ვიცი რომ დარჩენილია რაღაცა ნაწილი ამ ტირაჟის, მიუხედავად იმისა, რომ წიგნი 2021 წელს გამოვიდა და ვისაც აინტერესებს საქართველოს რესპუბლიკა და განსაკუთრებით აი ამ რაღაც ახალი ჭრილით, როგორ და პრიზმით, რაც არის ქართულ-გერმანული კულტურული და პოლიტიკური კავშირები და ურთიერთობები, მე ვფიქრობ, მათთვის ეს წიგნი საკმაოდ საინტერესო საკითხავი იქნება და დღეისათვის სულ ეს იყო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შემდეგ შეხვედრამდე.